გადაწყვეტილი იყო კახეთში ჩაესახლებინათ თურქმანთა 15,000 ოჯახი. შიდა და გარე კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდა გადაენაწილებინათ და ეს მომთაბარე მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე დაემაგრებინათ, რომ ხმნათესვას, შენებას და დასახლებას შედგომოდნენ. შაჰაბას მეორეს სახსრები არ დაუზოგავს თურქმანთა გადასახლებისა და მათი დაცვის ორგანიზაციისათვის. ამ დიდი ღონისძიების შედეგად კახეთის ბარის ადგილებში დაახლოებით 80,000-მდე თურქმანი ჩაასახლეს. კახეთში საყოველთაო უკმაყოფილება ჩამოვარდა. ზაალ ერისთავმა, რომელსაც მოსახლეობის ფართო წრეებმა, მათ შორის ფეოდალებმაც დაუჭირეს მხარი, აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ითავა. აჯანყების უშუალო ხელმძღვანელები და ორგანიზატორები კი იყვნენ თეიმურაზ პირველის თანამებრძოლი ბიძინა ჩოლოყაშვილი, ალავერდელი ეპისკოპოსი შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყების ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი იყო თუში ზეზვა გაფრინდაული. სამშობლოს დასაცავად აღდგა მთელი კახეთის მოსახლეობა. აჯანყებას მხარი დაუჭირა ქართლმაც. თითქმის ერთდროულად აჯანყებულთა რაზმებმა ბახტრიონსა და ალავერდს შეუტიეს და მტრებს მუსრი გაავლეს. შემდეგ აჯანყებულებმა სხვა ადგილებში დასახლებულ თურქმანებს შეუტიეს და ამოწყვიტეს დედაწულითურთ. ელების ნაწილი დაიფანტა და გაქცევით უშველა თავს. შაჰს ახალი დამჟელი ექსპედიციის გამოგზავნის თავი აღარ ჰქონდა. კახეთის გმირულმა ბრძოლამ შაჰი აიძულა, ხელი აეღო თავის საზარელ გეგმაზე. აჯანყების მთავარი ორგანიზატორი ზაალ ერისთავი შაჰის ბრძანებით ვახტანგ მეხუთემ მოაკვლევინა ზაალისავე ძმის სულებს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი თურქმანთა იმ ტომებს გადასცა, რომელთა მეტომეები კახელებმა გაჟლიტეს 1649 წელს. გმირები საშინელი წამებით დახოცეს. რაც შეეხება ზეზვა გაფრინდაულსა და მის თანამებრძოლებს, ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ პარტიზანულ ომს კახეთში დარჩენილი ყიზილბაშების წინააღმდეგ და დიდ ზიანსაც აყენებდნენ მტერს. როგორც ჩანს, ზეზვასაც იზბედი უნდა სწეოდა, როგორც მის თანამემამულეებს შალვას, ელიზბარს და ბიძინას. 1659 წელს სახალხო აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა გადაურჩა ფიზიკურ გადაშენებას. მაგრამ ირანის ბატონობა საბოლოოდ მაინც ვერ იქნა უკუგდებული. თავისუფლებისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოს.